როგორ უნდა ებრძოლოს საქართველოს მთავრობა გლობალური დათბობით გამოწვეულ კლიმატურ ცვლილებებს ხელისუფლების გეგმას გარემოს დაცვის მინისტრი დღეს ანტიკრიზისული ჯგუფის წევრებს გააცნობს. კანონმდებლებთან შეთანხმების შემდეგ კი გარემოს დაცვის მინისტრი საკუთარ პროგრამას უკვე კოპენჰაგენში უცხოელ კოლეგებთან წარადგენს. საბჭოს ხდომაზე სოფლის მეურნეობის მინისტრიც არის დაბარებული. ბაკურ კვეზერელმა გენმოდიფიცირებული პროდუქტების აკრძალვასთან დაკავშირებულ კითხვებს უნდა უპასუხოს. ხდომაზე საკუთარი ინიციატივით გამოვლენ ქრისტიან დემოკრატები, რომლებიც გენური ინჟინერიით მოყვანილ პროდუქციაზე შესაბამისი ნიშნის დართვას ითხოვენ. ორი საკითხია მოიხსენებათ. ერთი არის კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით შემოგვიглებელი სახელმწიფო შემუშავება და მეორე არის გენმოდიფიცირებული პროდუქტებთან დაკავშირებული ეს სხვა საკითხი. აქედან გამომდინარე ჩვენ მოვისმენთ გარემოს დაცვის მინისტრის მოხსენებას, ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე დაესწრება ჩვენს ხდომას და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი. Რამდენიმე საკითხი არის, მათ შორის ერთი უკავშირდება გენმოდიფიცირებული პროდუქციასთან დაკავშირებულ საკითხებს, ინფორმირებას გენმოდიფიცირებული პროდუქციის თაობაზე, რომელიც დატანილი უნდა იყოს ამ პროდუქტზე. იქნება განხილვა იმისა, თუ რა პოზიციით წარსდგება ჩვენი ქვეყანა კოპენჰაგენში კლიმატის ცვლილების დიდ მინისტერიალში, რა კონკრეტულ პოზიციას დავაფიქსირებ და რა თქმა უნდა გვაინტერესებს ანტიკრიზისული საბჭოს პოზიციაც და გავიზიარებ და გავითვალისწინებთ ამ მოსაზრებებს.